თქვენი მყოფები დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. პირველი ისტორია მოვისმინეთ და დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი ისტორიებიც არ დააყოვნებს და დაგვირეკავთ მსმენელები. კი ბატონო, მაგრამ შევახსენოთ მსმენელს, ვინც ახლა შემოგვიერთა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, ველოდებით თქვენს გაბედნიერების ისტორიას და საუკეთესოს ჩვენ დავაჯილდოვებთ კაფეტერია გურმეს ტორტით. ძალიან გემრიელი ტორტია. და აქვე აღნიშნავ, რომ კაფეტერია გურმე ზაქარია ფალიაშვილის 53-ში მდებარეობს და მომხმარებელს უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქციის ფართო არჩევანს თავაზობს. ასე რომ დაგვირეკეთ 2921188 2921189 გურმეს ტორტი სავარაუდოდ თქვენია. გისმენთ? და ეხლა ჩვენ ველოდებით კი არა და გარანტირებული ჩართვა გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო ადამიანის, რომელიც გვეტყვის რა არის მისთვის ბედნიერება. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბედნიერების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 126 ადგილას გავიდა, ხოლო ის ადამიანი, რომელიც ახლა ხაზია, მე ვფიქრობ, რომ რაც შეეხება საქართველოს 126 კი არა, მე მგონი ერთ-ერთი პირველია ბედნიერების ფორმულირებაზე თუ ვისაუბრებთ, ხო? ეს გახლავთ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კაცარავა. ბატონ დავით, მოგესალმებით. დილამშვიდობის. ჯომარდოს. როგორ ხასიათზე ხართ? რა ვიცი, აქტიურზე. ძალიან კარგი. რა არის თქვენთვის ბედნიერება? ბედნიერება ჩემთვის პირადად არის პირველ რიგში ჩემი შვილები. ჩემი ოჯახი, საყვარელი საქმე. აგითხრათ, ალბათ ბედნიერება ზოგადად ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ დამეთანხმება ალბათ ნებისმიერი, რომ შვილი, როდესაც ყავს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. იმიტომ რომ ყველა პრობლემა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ასე ვთქვათ, დაგემართოს და ასე შემდეგ, ხო? გადაწყდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩახუტებით, ერთი ღიმილით, ერთი კოცნით, რომელსაც შენი შვილი გჩუქნის და ასე რომ მე სამი შვილი მყავს და უბედნიერესი ადამიანი ვარ. ბატონ დავით, თქვენ სამი შვილი ყავთ, თქვენ მართლაც უბედნიერესი ადამიანი ხართ და არ შემიძლია არ ვისაუბრო ამ დროს თქვენს მეუღლეზე. სოფო არაჩვეულებრივი ულამაზესი სოფო. და მოდით, რადგან ბედნიერებაზე ვსაუბრობთ, ხო? ბედნიერება და სიყვარული ეს ერთი და იგივეა და გაიხსენეთ აი თქვენი სიყვარულის ისტორია, აი თქვენი შეუღლების მომენტი. შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებული ისტორია შემთხვევაში ამ კაცს გადავწეთ ჩვენი ტორტი? მე მგონი შესაძლებელია. დავით, ჩვენ ტორტს ვათამაშებთ, იცით, სხვათა შორის და დიახ, საუბარია ტორტზე, გურმეს უგემრიელეს ტორტზე და ვინც თავის განსაკუთრებულ ისტორიას გვიყვება, გაბედნიერების ამ ტორტს ვჩუქნით და არ არის გამორიცხული, თქვენ გახდეთ ამის მფლობელი თუ რასაკვირველია, ჩვენი მსმენელი მოიწონებს თქვენს ისტორიას. და მაინტერესებს, თქვენ შემთხვევაში იყო თუ არა ერთი ნახვით შეყვარება? აი, ზუსტად მაგ ისტორიის მოყოლას ვაპირებდი. კი, ბატონო, გისმენთ. მოგლეთ, ბედნიერება, სანამ ისტორიას დავიწყებ, ბედნიერებასაც შევეხები კიდევ ერთხელ. მე შვილები ვახსენე, მაგრამ ბუნებრივია, რომ როდესაც ის ქალი ყავს გვერდზე, რომელიც ამ შვილებს გჩუქნის, ეს არის ბედნიერების აპოთეოზი. და ის ისტორია თუ როგორ დაიწყო ჩვენი ბედნიერების და სიყვარულის ისტორია, ასე ვთქვათ, ეს დაიწყო, გეტყვით, რამდენი წლის წინ 18 წელი სრულდება უკვე, რაც მე და სოფო ერთმანეთი გავიცანით და ეს მოხდა ზუსტად საერმის ბასეინზე. ზაფხულში არაჩვეულებრივი ფანტასტიკური ამინდი იყო და ჩემ მეგობრებთან ერთად ტრადიციულად აუსტუმრობდით, ხო და უცებ ხედავ რაღაცა არაჩვეულებრივი არსება, ულამაზესი გოგო. აი ისეთი მოხდენილი მაგრამ ხო ხტები, უყურებ და ვხტები, რომ რაღაცა მეთქი დავით რა გჭირს 13-14 წლის გოგოებზე, როდიდან გადაერთეს ხო. ძალიან პატარა შეხედულება ქონდა მაშინაც და ეხლა სხვათა შორის. და აი უნდა გავიცნო ეს გოგო აუცილებლად და გამიმართლა, აღმოჩნდა რომ ჩემი ბავშვობის მეგობრის უახლოესი დაქალია და მეთქი ასაკს მაინც დავადგენ ხო რა. როგორ დავადგინო, აი აქედან მივწურდი, იქედან შემოუწურდი. თქვენ რამხელა ხართ ამ დროს?
მე 21 წლის ვარ მაშინ. არაფერი საგანგაშო. ვარ სოფოზე. ხო, მაგრამ ეს არ ვიცი, მგონია 13 წლის, მაგრამ ნუ მაინც ხო იცი, უნდა საბედის მონახევრეო მაინც. უნდა გავიგო ან რაღაცა იწყება ჩემი ისტორია, იმიტომ რომ დავინახე, მივხვდი რომ ის ძალიან მომეწონა. ну როგორც აღმოჩნდა, მივხვდი აღმოაჩინეს ჩემი ბავშვობის მეგობარი იქვე და რომ გამახარეს, ესე იგი რომ ფაქტობრივად მეორე შეკითხვა იყო ასაკი. ანუ რა სრულსლოვანია. სრულსლოვანია და სოფო მეთქი დაგეხა. და აიქედა, ну, ყველაზე უაზრო კომპლიმენტი, რომელიც იმდენად გამეხარდა რა. რომ ესამე კითხვა დავუსმენთ კი რა გვარი ხარ თქო. რა ხაჭაპურიზე ხო და. ესე იგი გავიმეორებ, პირველი კითხვა იყო არა, ну, პირველი კითხვა იყო შეუძლებლად გამარჯობოთ, მაგრამ როგორ ხართ? სირინა იყო, მეორე კითხვა იყო ასაკი, იმიტომ რომ ну, იქ გადაწყდებოდა დაისებოდა თუ არა და ну, აი ესე გამეხარდა, მესამე კითხვა გვარი იყო და შემდეგ მოყვა ყველაზე ალბათ უაზრო კომპლიმენტი და სულელური რაც კი მიდგომს ცხოვრებაში. რო გავიგე რა გვარი ხარ ხაჭაპურიზე და იმერული ხაჭაპური როგორ მიყვარს ხო და ну აი სხვადასხვა ამ დროს მამაკაცები ყოველთვის იბნევიან და მე მგონი ზუსტად მაშინ უნდა მიხვდეთ რომ რაღაც სერიოზული ხდება თქვენს თავს. ხო და ну აი მიგ დაიწყო და რეალურად შეყვარება კი პირველი შეხედვიდან იყო. კარგით, ძალიან დიდი მადლობა დავით. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ, წარმატებები მინდა გისურვოთ, თქვენი ისტორია არის ჩანიშნული, მსმენელს ვეთქვი რომ პირდაპირ ეთერში დავით კაცარავას ვესაუბრებოდით, მოდი რეკლამაზე გავიდეთ, იმიტომ რომ ყელში გვებჯინება ეს რეკლამა როგორც ყოველთვის, შემდეგ ნაციასთან ერთად დავბრუნდეთ და კიდევ ერთი სატელეფონო ჩართვა ჩვენი კოლეგა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გველოდება და მასაც შემოიყვანთ ეთერში. და ჩვენ კი მსმენელს ველოდებით. ხართ თუ არა ბედნიერნი? თქვენი იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.